ჩვენი საუბარი გრძელდება ბიბლიის წიგნზე, რომელიც წიგნსაც დაბადება ეწოდება. კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ ამ წიგნის ძალიან მცირე ისტორია, რომ ეს გახლავთ მოსეს მიერ დაწერილი 5 წიგნეულიდან პირველი წიგნი. მოსეს 5 წიგნეულზე ჩვენ ვილაპარაკეთ, ამ წიგნებს ქვია თორა. თორა ნიშნავს კანონს. მაგრამ საინტერესოა მისი სიტყვის წარმომავლობა, სხვათა შორის ამაზე არ გვითქვამს და გეტყვით ახლა ორიოდე სიტყვით, რომ თორა სიტყვა წარმომავლობა ებრაული აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ სიტყვიდან ორ, ფუძე მისი სიტყვის არის ორ. ორ ნიშნავს სინათლეს. როგორც განათლება ამ შემთხვევაში, როგორც სინათლე ადამიანში, სწორედ ესეთი საფუძველი აქვს ამ სიტყვას, ესე შეიძლება ითქვას, ამიტომაც ეს 5 წიგნეული, რომელიც რა თქმა უნდა მოსეს არ დაუყვია ეს 5 წიგნად, ეს ცოტა მოგვიანებით მოხდა, რომ 5 წიგნად დაიყო, ესე ითვლება, რომ მოსემ აღწერა და პირველი წიგნი ეხება სამყაროს შექმნას და პირველ ადამიანებს რაც მოხდა. დღეს ჩვენ მეორე თავი უნდა წავიკითხოთ, მეორე თავით ძალიან საინტერესოა იმ კუთხით, რომ როგორც პირველ თავში ჩვენ წავიკითხეთ, თქვათ, რომ თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა და ვთქვით, რომ ეს რაღაცა შეიძლება საერთო სათაურად მოვიაზროთ და მერე უფრო დაწვრილებით ვიწყებთ უკვე ლაპარაკს იმის შესახებ, თუ როგორ იქნებოდა დღეების განმავლობაში ეს სამყარო, მეორე თავშიც დაახლოებით ესეთივე მდგომარეობა გახლავთ და კიდევ უფრო მეტად შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა დეტალები არის გახსნილი მეორე თავში სამყაროში, იმიტომ რომ აქაც მეორდება მაგალითად სცენარეული სამყაროს წარმოშობა, თვითონ ადამიანის პირველი თავში ხო წავიკითხეთ, რომ დედაკაცა და მამაკაცად შექმნა ისინი, მაგრამ აქ მეორე თავში უფრო შეიძლება ითქვას, უფრო დაწვრილებით არის გადმოცემული ამის შესახებ. ეხლა თვითონ ტექსტი დავიწყოთ, მეორე თავს აქვს სულ 25 მუხლი და მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ჩვენი საუბრის ფორმატში მოვახერხებთ, ჩავეტიოთ და ვილაპარაკოთ 25-ვე მუხლის შესახებ, რაც აქ წერია. ისე რომ თუ შევეცდებით, რომ თქვა თითო ჩვენი შეხვედრა თითო თავი მაინც მოვასწროთ, ეს იქნება ძალიან ვფიქრობ ნაყოფიერი. გაასრულდა ცა და მიწა და მთელი მათი მორთულებებით ურთ. გაასრულა ღმერთმა მე-6 დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა და დაისვენა მე-7 დღეს ყოველი საქმისაგან, რაც გააკეთა. აი პირველი ორი მუხლი, რომელიც წავიკითხე ახლა მე მეორე თავისა. გაასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულებებით ურთ. რას ნიშნავს გასრულდა? თუ გასრულდა, მაშინ დაისვენა მე-7 დღეს საკნა გამოეთიშა ამ ყველაფერს და აღარაფერში აღარ ერევა ღმერთი. ძალიან ბევრი კითხვა ისმის. გასრულდაში ნიშნავს ერთი რამ. ცოტა ძნელი იყოს შეიძლება და არ იყოს ადვილი გასაგები, რასაც ახლა მე ვიტყვი, მაგრამ ღმერთისთვის ეს გასრულდა სამყაროს შექმნიდან სამყაროს დასასრულამდე, ყველაფერი დასრულებულია ღმერთისთვის. იმიტომ რომ ღმერთი დროში არ მოქმედებს. ღმერთი ჩვენთან ერთად დროში კი არ ცხოვრობს და ანუ 1 საუკუნის უკან რაც ხდებოდა იმ მოვლენებს, არა, ეს ყველაფერი აქვე გასრულდა. როგორც კი სამყარო შეიქმნა, ღმერთმა აბსოლუტურად ყველაფერი მოიაზრა და აბსოლუტურად ყველაფერში რაღაცა სტიქიებშიც კი ბრძანება უკვე წინასწარ მიცემული იყო, რომ მაგალითად მეწამულ ზღვაში რომ გაიარა მოსე მთელ ხალხთან ერთად, მეწამულმა ზღვა მიცოდა რომ იმ დროს რომ მოვიდოდა მოსე უნდა გაყოფილიყო შუაზე და უნდა გაევლო იქ. იქ რომ ვიღაცა ვთქვათ ადამიანი ესეთი უნდა დაბადებულიყო და ისტორიაში ესეთი გარდატეხა მოეხდინა, ამ ადამიანის შესახებაც იცის მან და მეორედ მოსვლის დროს რა იქნება და როგორ, იმიტომ რომ ჩვენ ამისი აღქმა რატო გვიჭირს, ჩვენ დროში მცხოვრები ხალხი ვართ. ჩვენთვის არ არსებობს სხვა დრო, წარსული, აწყო, მომავალი, ამას ვლაპარაკობთ და ღმერთისთვის პირიქით არ არსებობს წარსული, აწყო და მომავალი. გამუდმებული მარადისობა შესაბამისად შეუძლებელია ღმერთი დროში მოქმედებდეს. ამიტომაც პირველი ეს სიტყვა ნიშნავს, რომ გასრულდა დასაწყისი და ანუ ის დასაბამი პირველი სიტყვა რო ვთქვით და დასასრული, როდესაც მეორედ მოსვლა იქნება და ამ სამყაროს აღსასრული იქნება, აბსოლუტურად ყველაფერი გასრულებულია. ღმერთმა ყველას ცხოვრება ნახა. ამის მაგალითები ჩვენ არაერთი შეგვიძლია დავასახელოთ, როდესაც ის წინასწარ მეტყველს ეუბნებოდა, რომ სანამ დედის საშოში ჩაისახებოდა, იქამდე გიცნობდიო, რომ ეუბნება. საიდან იცნობდა იქამდე, როგორ შეიძლება იქამდე ცნობოდა მას? ადამიანი, რომელიც არ არსებობს, ჯერ არ დაბადებულა. ამიტომაც ღმერთის აი ესეთი
ყოვლის შემძლეობის უდროობის აღნიშნულია ეს, რომ გასულდა ნიშნავს, რომ ეს მოაზრებული ყველაფერი ღმერთმა, რა თქმა უნდა, ის როგორც კი მოიაზრა, აბსოლუტურად ყველა ქმნილება მაშინ რომ შეიქმნა, გასრულებულია მისთვის ეს ყველაფერი, რადგანაც ის დროში არ მოქმედებს ჩვენსავით. მთელი მათი მორთულობები თურთ, ანუ იმ მორთულობებზეა ლაპარაკი, რითიც შეიმკო ცა და მიწა. გაასრულა ღმერთმა მე-6 დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა და დაისვენა მე-7 დღეს ყოველი საქმისაგან, რაც გააკეთა. რას ნიშნავს იცით ეს დასვენება? მე-7 დღე არის ყოველთვის შაბათი დღე. მაგრამ დასვენება არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი გამორთულია რაღაც ამ სამყაროსგან და არანაირად არ ერევა ამ პროცესებში. არა, ყოველდღიურად განახლება ხდება საღვთო კურთხევისა. სიცოცხლის მიმნიჭებელი ძალა, რომელიც მან წყალს მიანიჭა, გახსოვთ ჩვენ რო ვთქვით, რომ წყალს სიცოცხლის ძალა აქვს, მიწას სიცოცხლის ძალა აქვს, ამისი მარტივი მაგალითი აგერ გარეთ რო წვიმს, ახლა თუ იქ დაგუბდა წყალი და დიდხანს არ ამოშრა, იქ რაღაცა თავკომბალები ჩდებიან, ხო, ასევე ძახით ჩვენ თავკომბალებს. რაღაცა, ნუ ყოველ შემთხვევაში ცოცხალი არსება ჩდება. ასევე არის მიწაც. მკვდარ თესლს ჩადებ მიწაში და ამოდის ცოცხალი ღერი და მწვანე ღერო ამოდის იქედან და საოცარია. მიწას აქვს ამის თვისება, სიცოცხლის მიმნიჭებელი თვისება აქვს და შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ საღვთო ეს კურთხევა ყოველდღიურად დილით განახლებადია. ვისაც ახლა დილით ძილი უყვარ შეიძლება ამ პროცესებს კარგად ვერ აკვირდებოდეს და საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს ამ მხრივ ძალიან უჭირს. ღმერთთან დაშორება ზოგადად ქალაქი მინდა გითხრათ, რომ არ არის საღვთოვნებით. ეს ქალაქი ვინც ააშენა, პირველი კაცის კვლელი კაინის მიერ იყო აშენებული ქალაქი. მან ააშენა ქალაქი და დაიწყო ცხოვრება. ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი ქალაქში საცხოვრებლად. ეს ჩვენ შემოვიზღუდეთ ასე ბეტონის კედლებით, ახლა დავიდგით წინ და უკან და ასე ვცხოვრობთ, თორე საღვთო ქმნილება არ შექმნილა იმისთვის, რომ ბეტონის კედლებში ჩაკეტილიყო. პირიქით, მას უნდა ეყურებინა ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის, დილით ამომავალი მზისთვის, საღამოს ამომავალი მთვარისთვის და ასე შემდგომ. ამიტომაც ეს ყოველივე უფრო ადვილი აღსაქმელია, როდესაც ადამიანი ყოველ დილას ცისკარს ასე ეგებება, რომ ზისამოსვლას უყურებს, ღამე ვარსკვლავებს უყურებს, რაღაცა მდინარესთან აქვს შეხება, რომელიც ახლოს ჩამოდის მასთან და რაღაცა მიწას გადააბრუნებს და უყურებს, როგორ ხომ დაგაფიქრებს ეს ამბავი, რომ თესლი თუ არ მოკვდა, ისე ვერ გაცოცხლდება მიწაში, რომ არ ჩადობდა. ეს ხომ ყველაფერი ჩვენს რეალობაში, როდესაც მკვდრეთით აღდგომის შესახებ ლაპარაკობთ, თითქოს რაღაცა ეჭვს რომ შეიტან ამაში, რომ როგორ შეიძლება მკვდარნი აღდგენ, მაშინ გეკითხები, როგორ შეიძლება მკვდარი თესლიდან მწვანე ღერო ამოვიდეს. და როგორ შეიძლება დაგუბებულ წყალში სიცოცხლე გაჩნდეს, თუ იქ ვიღაცამ არ გაუშვა რაიმე ცხოველი, რომელიც დაიბუდებს და გააგრძელებს სიცოცხლეს. ამიტომაც ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ეს მუდმივ განახლებადი პროცესია, საღვთო ეს კურთხევა მუდმივ განახლებადი პროცესია, იმიტომ რომ მიწას ეს ძალა რომ მიეცა, ამის განახლება, რა თქმა უნდა, საღვთო ენერგიებით იკვებება კვლავ, როგორც სულიწმინდა მასზე მიმოიქცეოდა ათხოვდა რომ არის ლაპარაკი, კვლავ განახლებადია, კვლავ ღვთისგანღებულობს ის ამძალებს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, საღვთო ენერგიების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომაც დასვენების შესახებ, როდესაც არის ლაპარაკი, ამ დასვენებაში იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ. ამის შემდეგ ღმერთს აღარაფერი აღარ შეუქმნია. ანუ რაც ჩამოვთვალეთ ჩვენ, ამის შემდეგ აღარაფერი აღარ შეუქმნია. თუ რაღაცა ახლა გამოგონებებზე დაიწყებს ადამიანი, რომ რაღაცა შეიძლება მიაღწია, გამოიგონა და რაღაცა გააკეთა, ეს არ არის ქმნილება, ეს თანაშემოქმედება შეიძლება იყოს ღმერთთან ერთად, იმიტომ რომ რაღაცაზე ადამიანს გაუხსნა გონება და მისცა იმის საშუალება, რომ რაღაცა თქვა თანამედროვე ტექნიკა, აი მაგალითად თქვენ ახლა შეიარაღებული ხართ თანამედროვე ტექნიკით და იწერთ ამ ლექციას. ეხლა ეს 5 საუკუნის უკან ვიღაცას რო ეთქვა, რომ ვიღაცის ლაპარაკს ჩაიწერდა, აქედან შეგიძლია თბილისში აჩვენო, მოსკოვიდან და პირიქით ამერიკაში სადღაცას უკიდურეს კუთხეში, ნუ ალბათ საგიჟეში დაგამწვევდნენ, მაშინ თუ კოცონზე არ დაგწვავდნენ, საერთოდ როგორც იმას რა ქვია, კუდიანს და ეხლა ეს აღარავის აღარ უყვირს მსგავსი მოქმედება. ამიტომაც არაფერი ახალი არ შექმნილა. აქ რაღაცა ტექნიკურ გამოვლინებებზე არ ვლაპარაკობ ჩვენ. ახალი ქმნილებას გულისხმობ, რომ ცხოველთა სამყაროში, წყლის სამყაროში, მცენარეულთა სამყაროში რაღაცა ჯიშები შეიძლება შეერთებით რაღაცა მიიღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალია. ეს უკვე არსებულიდან მიღებულია. და არა, აქ რაზეა ლაპარაკი, არარსებობიდან არსებობაში გამოიყვანა ღმერთმა ეს ყველაფერი.
და ამის შემდგომ არ არსებობიდან არსებობაში მეტი აღარაფერი აღარ გამოგაუკეთებია. ამიტომაც მე-7 დღე სწორედ ამის დასვენება, თორე არსებულისგან ეხლა უკვე 4 მატერია რომ აქვს. მე შეიძლება კომპიუტერით შევქმნა, შეიძლება საბეჭდი მანქანა და შეიძლება საკერავი მანქანა. ეს უკვე სხვა საკითხია. ეს არ ნიშნავს ქმნილებას. ქმნილება, ნამდვილი ქმნილება, ნახეთ საფრთხო მოქმედება რა არის. არ არსებობიდან არსებობაში შემოყვანა, რომლის უნარიც ადამიანს არ გააჩნია. ამიტომაც დაისვენა მე-7 დღეს ყოველი საქმისაგან რაც გააკეთა ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ამას და არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რომ საერთოდ არ აინტერესებს მას რაც შექმნა და არ ერევა აი ამ ქმნილებაში. ამიტომ მე-7 დღე შაბათი ესე ითვლებოდა ებრაულ სამყაროში მე-7 შაბათი დღე როგორც თქვა ღმერთმა დაისვენა ასე მათვისაც მოცემული იყო მცნებად რომ მათაც არაფერი არ უნდა ეკეთებინათ უნდა დაესვენათ თუმცა კი ქრისტიანობაში მე-7 დღე შაბათზე უფრო აღმატებული დღე ეს არ ნიშნავს რომ განხარდა და ქრისტიანობა არ აღიარებს შაბათ დღეს. პირიქით, ქრისტიანობა აღიარებს შაბათ დღეს როგორც სამყაროს, ესე იგი, შექმნის დასასრულს, მაგრამ მისთვის არის კვირის პირველი დღე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. კვირის პირველი დღე რომელია? კვირა. ჩვენ კვირას ეხლა რო ვახსენებთ ესე სახარებაში გახსოვთ რომ საცისკრო სახარებებს რო ვკითხულობთ, ერთ შაბათსა მას ცისკარსამს თქვა მოვიდა მარიამ. პირდაპირ წერია ესეთი, რას ნიშნავს ერთ შაბათი? კვირას ერქვა ერთ შაბათი, ასე ითვლებოდა. ერთ შაბათი, ორ შაბათი, სამ შაბათი, 4 შაბათი და ასეთი წყობა იყო. ანუ შაბათი იყო მე-7 დღე, ერთ შაბათი, ახალი დღე იყო კვირა. ამიტომაც კვირას აი ამ ახალ დღეს მოხდა აღდგომა და ჩვენ სხვათა შორის აქ საუბარი რო ქონდა ერთხელ რომ რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომელ რიცხვში მოხდა აღდგომა თუ რომელ დღეს მოხდა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ აქ მინიჭებული აქვს მნიშვნელობა არა იმას ვთქვათ კონკრეტულად რომელ თარიღში იყო პირველ რიცხვში თუ 25-ში, არამედ კვირა დღეს, შაბათი რო დაღამდა და ერთ შაბათი რომ თენდებოდა, მაშინ მივიდნენ საფლავთან და ნახეს რომ ქრისტე მაცხოვარი მკვდრეთით აღდგა. აქედან გამომდინარე, ქრისტიანობისთვის რა თქმა უნდა კვირა დღე უპირატესია, იმიტომ რომ კვირა დღით აღდგომით მოხდა ჩვენი გამოხსნა ჯოჯოხეთიდან ამოყვანა, თუმცა კი ეს არ ნიშნავს იმას რომ შაბათი გავაუქმეთ და არ ვაღიარებთ რომ ეს სამყაროს დასასრულია. კვირა დღე თავისი განსაკუთრებულით ნახეთ მერვე დღის სიმბოლოცა. მე-7 ხო იყო შაბათი. მერვე დღის სიმბოლო რა არის? იცით, საუკუნო ცხოვრება. ის მომავალი, რომელიც მეორედ მოსვლის შემდგომ ელოდება მართალ საზოგადოებას. ამიტომაც ეს კვირა დღე ამის სიმბოლოცა, როგორც მე-7-დან მერვეში გარდამავალი დღე და ამავე დროს პირველი დღე, რომლითაც იწყებოდა კვირა. აკურთხა ღმერთმა მე-7 დღე და წმინდა ხო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისაგან, რასაც ქმნიდა და ღმერთი აკეთებდა. აი აქ დაკონკრეტებულია. რომ რასაც ქმნიდა და ღმერთი აკეთებდა, ეს არის სწორედ არარსებობიდან არსებობაში შემოყვანილი მატერია, ცოცხალი სხეულები და ასე შემდგომ. ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას. ნახეთ, კიდევ ერთხელ მეორდება ეს მუხლი. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ადამიანმა უნდა დარწმუნდეს, ნახეთ კიდევ რა საოცარ რაღაცას გვიმხელს ამაში ჩვენ ბიბლია, რომ როგორც შენ მსჯელობ ადამიანო დროის შესახებ, რომ გუშინ დღეს და ხვალ, ეს არ არის ღმერთთან მიმართებაში. ამიტომაც ბიბლიაში არასდროს ქრონოლოგიურად დალაგებული მოვლენები ჩვენ არ გვხვდება ხში. არასდროს როგორ არ გვხვდება, მაგრამ ქრონოლოგიურად დალაგებული მოვლენებთან არა გვაქვს საქმე. ხანდახან შეიძლება ისეთ ადამიანზე იყოს ლაპარაკი ბიბლიაში, რომელიც ჯერ არ დაბადებულა. და ხანდახან რომ მოკვდა და ბიბლიაში წერია ამის შესახებ რომ დაგრძალეს და იგლოვეს და ასე შემდგომ და მერე უცბად შემდეგ თავში შეგვხვდება ამ ადამიანის ესე იგი რაღაცა სიცოცხლეს რომ აქ რომ იყო რაღაცას რომ აკეთებდა. არ არის ეს ქრონოლოგია, რატომ რა არ შეეძლოთ ამ ხელა წიგნის დაწერა თუ დაეწერა შეეძლოთ ის არ შეეძლოთ სულიწმინდის გამოცხადებით რომ ქრონოლოგიურად მიყოლოდნენ ამას. არა. სწორედ ამასაც ამხელს ბიბლიის კითხვის ერთ-ერთი მეთოდიც ეს არის, რომ უნდა იცოდე ბიბლია როგორ იკითხო, რომ ერთ-ერთი მეთოდი ის არის, სწორედ რომ ბიბლია ამითი გეუბნება, რომ ვერთისთვის დრო არ არსებობს და მისთვის ყველა ცოცხალია. შენ რომ წაიკითხე, რომ გარდაიცვალა, მე რა მოხდა, მისთვის ის ცოცხალია. ამიტომ გუშინ დღეს ხვალ არ არსებობს. ის ამან ერთ გასრულდაო, რო წერია გასრულდა ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა თავიდან ბოლომდე გაიაზრა ეს ყველაფერი. და ნანახი აქვს ეს ყველაფერი და შენ აქ უკვე ქრონოლოგიურად რაღაცას ხან დაწერ და ხან ვერ დაწერ, იმიტომ რომ
გააჩნია რომელ მოვლენას მისდევდა, რომელ მოვლენაზე საუბრობ. ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისასო, ამის შესახებ კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას. და ნახეთ ახლა მეხუთე მუხლი როგორი საინტერესოა. ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებულიო. ჩვენ წინათავში ხო წავიკითხეთ, რომ აღმოაცენოს ბრძანა და აღმოცენდა ყველაფერი გაკეთდა. ანუ დარღვეულია ქრონოლოგია. პირველ თავში წავიკითხეთ, როგორ გაკეთდა ეს ყველაფერი. და ეხლა მეორე თავში ვკითხულობ, რომ თურმე ჯერ არაფერიც არ არის გაკეთებული. ანუ ის რაც მოიაზრა ღმერთმა, ეხლა უკვე დროში ხორციელდება. ხვდებით რაზე არის ლაპარაკი? ღმერთმა რომ მოიაზრა, ეს არ შეიძლება ამას წამიც კი დავარქვათ, იმიტომ რომ დროში არ არის ეს საერთოდ ლაპარაკი. ღმერთმა მოიაზრა, მაგრამ აი ამ სივრცეში დროის მიხედვით მიედინება უკვე ეს ყველაფერი. თუმცა კი ღმერთმა მოიაზრა აქედან დასაწყისიდან დასასრულამდე, აი ამ სივრცის დასაწყისიდან დასასრულამდე ყველაფერი მოიაზრა. მაგრამ აი ეხლა ეს წიგნი შენ გიყვება, მერე დროში ეს როგორ ვითარდება ეს მოვლენები და რა ხდება, რომ ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე. არადა წავიკითხეთ ბუჩქები, ხეები, ყველაფერი ამოვიდა, ხო? ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი არ იყო რომ მიწა დაემუშავებინა. წვიმავენ ვიცით რა საინტერესო რამეს ამბობენ ამის შესახებ, რომ წვიმა ყველა შემთხვევაში არის ადამიანის ლოცვის შედეგი. თუ ზედმეტი წვიმა საერთოდ ულოცველობის შედეგია და ღმერთისგან განდგომის შედეგია, ეს როგორც წარღვნის დროს იყო. თუ არადა წვიმა, რომელიც სჭირდება იმისთვის, რომ მიწა განაყოფიერდეს, ეს ადამიანის ლოცვისა და ვედრების შედეგია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვუბრუნდები. ქალაქში მცხოვრებ ადამიანს ეს არ ესმის და ვერც ვერასდროს ვერ გაიგებს. წვიმა ამისთვის შეიძლება ხანდახან გაგრილების საშუალება იყოს, ხანდახან კიდე ეზარებოდეს. ეხლა დღეს რამდენი ვერ მოვიდა თქვენ პარაკლისზე, იმიტომ რომ გარეთ წვიმს და ეხლა ეზარება გარეთ გამოსვლა, ხო? მაგრამ ეხლა ჩადით ერთი სოფელში და გლეხკაც კითხეთ რა არის მისთვის წვიმა და როგორ საჭიროებას წარმოადგენს მისთვის წვიმა, განსაკუთრებით თუ ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც არ ირწყვება მისი მიწები. მისთვის წვიმა ოღონდ ისეთი ზომიერი წვიმა, რომელიც ზუსტად არც დააზიანებს, არც დაალპობს მის მოსავალს და სამაგიეროდ მორწყავს ისე რომ ამით ისულგმულებს მისი მოსავალი. ეს ძალიან საინტერესო თემა არის. ჩვენ არ ვიცი მოგვეცემა თუ არა საშუალება რომ გამოსვლათა წიგნი წავიკითხოთ და იქ პირდაპირ ეუბნება ღმერთი ებრაელებს, რომ თუკიო, მიდი უდაბნოში გადადიან საცხოვრებლად. ფაქტიურად ეგვიპტიდან გამოვიდნენ, მიდიან პალესტინაში, დღევანდელ პალესტინის ტერიტორიაზეა ხო მოგეხსენებათ ისრაელი. და იქ არის სრული უდაბნო, ხრიოკი. და ეუბნება რომ ეს ის ადგილი არ არისო, სადაც თქვენ ცხოვრობდით აქამდეო. ფეხს რომ დაადგამდიო, რო ამოიღებდი ფეხს იქ წყალი დგებოდაო. ანუ დაჭაობებული ადგილები იყო და დაჭაობებულ ადგილებში მათ კარგი მოსავალი ჰქონდათ. მორწყვის პრობლემა მათ არ ედგათ. როდის იწვიმებდა, როდის არ იწვიმებდა, ამაზე არ ფიქრობდნენ. ამიტომ ღმერთი იცით რა შეეუბნება. აი მცნებები, რომელიც მე თქვენ მოგეცით. სინაის მთაზე გამოცხადება აქვს მოსეს, ჩამოიტანა მცნებები. აი მცნებები მე თქვენ რომელიც მოგეცით. თუ ამ მცნებებს დაიცავთ, თავის დროზე გექნებათ წვიმა. რას ნიშნავს ეს, რომ უდაბნოში რომ მიდიხარ იმის იმედით, რომ რა შეიძლება გაახარო უდაბნოში, მითხარით? ვერაფერს ვერ გაახარებ, თუ კი ღმერთისგან იმედი არ გაქვს, რომ თავის დროზე გექნება წვიმა. და ამის პირობას უდევს პირდაპირ. აი მცნებები, რომელიც მე თქვენ მოგეცით, თქვენ თუ ამას შეასრულებთ, თქვენ თავის დროზე გექნებათ წვიმა და არ იშიმშილებთ. არ შეასრულებთ, არ გექნებათ და თქვენ თვითონ აბა ნახავთ როგორ მიიღებთ მოსავალს. ეხლა ჩვენ არ გადავერთოთ ძალიან რო არ გაგვიგრძელდეს, მაგრამ ეს ამის პარალელურ ტექსტად იმიტომ მოვიყვანე, რომ არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი არ იყო რომ მიწა დაემუშავებინა, ანუ წინა თავში წავიკითხეთ რომ ადამი დედაკაცად და მამაკაცად შექმნა და ახლა ამბობს რომ ჯერ კიდე ადამი დაბადებული არ არის. ეს კიდევ ერთი დასტურია, მოკლედ შეიძლება ბევრჯერ გავემეორო ხოლმე რაღაცა ჩემი სისუსტეც იყოს ეს, მაგრამ რაღაცნაირად მინდა რომ კარგად შეიძლება კარგადაც გესმით, მაგრამ მე რაღაცნაირად მაინც ვცდილობ ხოლმე რომ უფრო კარგად გაგაგებინოთ. მოგძანდი მაგას. ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის პირს. ნუ ორთქლიც მოგეხსენება წყლის წყალია იგივე და ზემოდან სიმხურვალი, მზის სიმხურვალით მიწა, ესე იგი, ნესტიანი მიწა იორთქლებოდა და რწყავდა მიწის პირს, მხოლოდ ამაზეა ლაპარაკი.
გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი, კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. აი, ეხლა უკვე დაწვრილებით ყვება კაცის შესაქმის შესახებ, როგორ შეიქმნა კაცი. ნახოთ, როგორ ხდება სხვა შემთხვევაში, როდესაც იქნებიან ცხოველები, ან ფრინველები, ან ასე შემდგომ. წყალს ეუბნება უბრძანა წყლებს, რომ უნდა წარმოშვა სიცოცხლე და იქ წარმოიშვა სიცოცხლე. თუ გნებოთ, გაგახსენეთ. თქვა ღმერთმა, აფუთფუთდეს წყალში სულდგმული, მიწის ზემოთ, კი ცის მყარზე ფრინველებმა იფრინონ. აი, მისცა ესეთი ბრძანება და აფუთფუთდნენ მართლა წყალში წყლის ცხოველები, ხო? მაგრამ აქ ესე არ წერია. აქ ნახეთ, ღმერთი უშუალოდ თვითონ იქ თუ ეუბნება მიწას, რომ მიწამ უნდა წარმოშვას სიცოცხლე მცენარეული, წყალს ეუბნება უნდა წარმოშვას სიცოცხლე. აქ ესეთი რამ არ წერია, აქ წერია, რომ გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი. ადამი იცით რას ნიშნავს? წითელ მიწას, წითელ თიხას. პირდაპირ მნიშვნელობით რომ თარგმნოთ, ეს არის წითელი თიხა. ამიტომაც ღმერთი თვითონ უშუალოდ ქმნის ადამიანს. ასეთი რამ არაფერზე არ წერია ბიბლიაში. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის აი ამ პატივს, რომ ის მისთვის არის ეს ყველაფერი შექმნილი. მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა. რომელ სუნთქვაზეა ლაპარაკი? რა სუნთქვა შეიძლება ღმერთმა შთაბეროს ადამიანს? თვითონ სუნთქავს და სული ჩაუბერა, ფილტვები აქვს, ღმერთს შეიძლება ასე იფიქროს, რა თქმა უნდა არა. აბა რა ქნა მაშინ, რომ თავისი სული მისცა ღმერთს თუ იმას ადამიანს თუ როგორ თუ რაღაცნაირად ესე იგი მატერიას, მიწის მატერიასში შევიდა თვითონ თუ როგორ არა, არ ხდება გათქვეფა ღმერთისა და მატერიისა. ჩვენ ამ ეს მართლმადიდებლური სწავლებაა, რომ ყოველგვარი გათქვეფისა და შერწყმის გარეშე ხდება ადამიანისა და ღმერთის შეერთება ქრისტეს ბუნებაშიც კი. გათქვეფა კი არა აითქვიფნენ ერთმანეთში. მაშინ რაზე არის ლაპარაკი? ღმერთმა ადამიანს მისცა უქმნელი ენერგია. ეს არის უქმნელი ენერგია. რა არის ქმნილი ენერგია? მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია მდინარეს რაღაცა ბორბალი დავაბრუნებიოთ და მივიღოთ ენერგია და გავანათოთ, თქვა, ქალაქი და სოფელი და ასე შემდგომ. მივიღოთ ქარისგან რაღაცა ენერგია და ასევე ეს ენერგია ვამუშავოთ, მაგრამ არის უქმნელი ენერგია და ეს არის საღვთო ენერგია, ასე იწოდება. ეს არის ის საღვთო სინათლე, შეიძლება ასეც გამოვიყენოთ ეს სიტყვა, რომელიც მაგალითად ფერისცვალების დროს იხილეს მოციქულებმა თაბორის მთაზე. აქედან გამომდინარე, ნახეთ, ეს რომ მან ნესტოებში ჩაბერა ადამიანს ეს სული, სწორედ ამ ენერგიის მიმცემლობას ნიშნავს, რაც ადამიანის უკვდავობას განაპირობებს. იმიტომ რომ სულის ჩვენ ქართულში არ გვაქვს ესე პირდაპირ თარგმანი და ვამბობთ რომ სული. რუსულშიც ნახეთ როგორ არის დუში დუხა. ხო ესე ამბობენ? თუ როგორ არის? ხო არ შემეშალა. დუხა ი დუშა, ხო? ესეა. ებრაულშიც სამი სიტყვით გამოისახება სული. მაგრამ არასდროს ისინი ერთმანეთს დუშა და დუხაც ხო არ ნიშნავს ერთი და იგივე, სხვადასხვა რაღაცა არის. ქართულში ესეთი სიტყვა არ მხოლოდ და მხოლოდ სული და ერთადერთი შეიძლება სამშვინველი შეგვხვდეს ხოლმე კიდევ. რაღაცა ამის შესაბამისი. ებრაულ ენაშიც სამი სიტყვით გამოისახება და ერთია სული, რომელსაც ქვია სისხლისმიერი სული, ერთია სული, რომელიც ეს საღვთო ენერგიის სულია და ერთია რაღაცა სიცოცხლის სული. ნახეთ აქ როგორ წერია, შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, ანუ ეს საღვთო ენერგია მისცა მას, უკვდავი ენერგია მისცა და ეს დაუსრულებელი ენერგია და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. ანუ აქამდე რა იყო ადამი? არ იყო ცოცხალი არსება. რა თქმა უნდა ცოცხალი იყო. რა ცხოველები ცოცხლები არ არიან? ცოცხლები არიან. მაგრამ ცოცხალი არსება ჩვენ სწორად უნდა გვესმოდეს რა. ძველ ქართულში სიტყვა ცხოველი ნიშნავს ცხოვრებას. და ამიტომ ცოცხალი არსება ნიშნავს მუდმივ სიცოცხლეს. არ ნიშნავს იმას, რომ ცოცხალი ახლა ჩვენ შეიძლება ხეზეც კი ვთქვათ და აგერ ძაღლი რო დარბის, ეძოში იმასეც თქვა, რომ ცოცხალი არსება. ნამდვილად ცოცხალი არსება, მაგრამ განსხვავება ამ ცოცხალ არსებასა და ამ ცოცხალ არსებას შორის ერთადერთია. რომ საღვთო ენერგიით ვინსაზრდოობს და ვინსაზრდოობს მხოლოდ სისხლისმიერი სულით. რა არის სისხლისმიერი სული? ესეც უნდა ვიცოდეთ. სისხლისმიერი სული
არის მისი ქართულად ამ სიტყვას იყენებენ სამშვინველი, რომელიც მის გენეტიკას განაპირობებს. რა იგულისხმება ამ გენეტიკაში? ამაში არის მისი ხასიათი, რომ ძაღლს თავისი ხასიათი აქვს, თქვათ, ძროხას თავისი, ცხენს თავისი, ხეს თავისი, ადამიანს თავისი, მაგრამ ადამიანს თუ არა აქვს ეს სული, რომელიც ღმერთისგან მონაბერია. მე თუ არ მეშლება, სერაფიმ საროველს უნდა ეწეროს ესეთი რამ, რომ სანამ ღმერთიო მას მიანიჭებდაო ამ ცოცხალ სულსო, იქამდე ადამიანი არაფრით არ განსხვავდებოდა ცხოველისაგან. ანუ ღმერთის სულის გარეშე ადამიანი ჩვეულებრივი ცხოველია. სისხლის სულით მოქმედებს. ანუ ამ სისხლის სულით მოქმედებს, რაც შენი გენეტიკა, რომ რაღაცა ფუტკარმა იცის რა უნდა გააკეთოს თავისა, თხამ იცის რომელი ბალახი უნდა ჭამოს და რომელი ბალახი არ უნდა ჭამოს, რძე რაღაცა თავის იმას რამდენი მოაწოვოს, თქვათ, თიკანს და ასე შემდგომ, ხო? ეს ყველაფერი ჩადებული ამ სისხლის მიერ სულში. ისე ადამიანი ჯერ შექმნილი იყო, მაგრამ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩაბერდა. არის ესეთი ვერსია. ნახე რატომ არის ასეთი ვერსია. სერაფიმ საროველი ხო ამას ამბობს, მე მგონი რომ არ მეშლება, რომ სანამ ადამიანს ამ სიცოცხლის სულში თაბერავდა, იქამდე ადამიანსა და ცხოველს შორის არანაირი განსხვავება არ იყო. შექმნილი იყო. კი, შექმნილი იყო, ცოცხალი არსება იყო როგორც ცხოველი, მაგრამ არ იყო, ესე იგი, სულის მიერ. ამიტომაც ნახეთ როგორი რამ ხდება. ძალიან საინტერესოა რაღაცა არქეოლოგიური კვლევები. მათ შორის არის რაღაცა აღმოჩენილი ადამიანის მსგავსი ცხოველები. რომლებზეც ამბობენ რომ ადამიანია, მაგრამ ის არ არის ადამიანი. აი მაგალითად ზეზვა და მზია რო აღმოაჩინეს. საქართველოში რო ამბობენ რომ ეს არის, ესე იგი ადამიანები იყვნენ. ეხლა თქვენ როგორ გონიათ იმათ რო უყურებთ, სახეზე ადამიანები არიან ესენი? არ არიან ადამიანები. ისინი არიან თუ ამ ვარიანტს დაუშვებთ, ეს ერთ-ერთი ვერსია, მინდა გითხრათ, ამას მე არ ვამტკიცებ რომ აუცილებლად ასე იყო. ერთ-ერთი ვერსია, რომლებზეც ლაპარაკობენ მამები, რომ თუ ეს ასე იყო, რომ ადამიანს რაღაცა გარკვეული პერიოდის მერე მიეცა ეს სული და იქამდე შეიქმნა არსებობდა, თუნდაც მე-6 დღის არა, ევოლუციას არ ნიშნავს. იყო სულის გარეშე, როგორც ცხოველი. არა, იმაზე ვერ ვიტყვი მეც რომ ადამიანი იყო, მაგრამ იყვნენ ადამიანის მსგავსი რაღაცა ცხოველები, ხო? რომლებიც არ ვიცით ჩვენ სად არიან დღეს ეხლა, არც მსგავსი მაიმუნები არ არიან და არც მსგავსი ადამიანები არ არიან დღეს, ხო? რაღაცა მათ შუაშია ეს ამბავი. ამიტომაც თუ როდესაც ვნახულობ ჩვენ რაღაცა უძველეს ნახატებს თუ წარწერებს თუ ასე შემდგომ ყველა მეცნიერი და ყველა სწავლული ამტკიცებს ერთ რამეს. რომ 7000 წლის უკან დაახლოებით როგორც ბიბლიური თარიღი გვაქვს ჩვენ რომ სამყაროს შექმნის ბიბლიური თარიღი 7000 წელს ითვლის, ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ამ 7000 წლის უკან, 7000 რაღაც გარკვეული წლებია, მაგრამ პირობითად ავიღოთ ესე, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა. ადამიანში რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა, იმიტომ რომ ამას ამტკიცებენ მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ ისტორიას, არქეოლოგიას, იკვლევენ ამ ყველაფერს და ამბობენ, რომ ამ 7000 წლის უკან რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა. და თუ იქამდე ჩვენ დაუშვებთ, რომ თითო დღე 1000 წლოვანი იყო, მაშინ რატომაც არ შეიძლება რომ ეს ამბავი ესევე მივიღოთ, იმიტომ რომ 1000 წელი წინაშე თვალთა შენთა ოფალო ვითარცა გუშინდელი დღე, ფსალმონში ხო წერია. ანუ ნიშნავს რომ 1000 წელი ერთი დღეა ამ გამოთვლით. თუმცა კი არსებობს მეორე ვერსია, ჩვენ იმ დღეს რო ვილაპარაკეთ, რომ 24 საათიანი იყო ეს ციკლი და არავითარი 1000 წელი არ ყოფილა. მაგრამ ეს არის ვერსია მამები ზოგი ასე ამბობს, ზოგი ისე ამბობს და არ არის დანაშაული რომელი ვერსიაც მოგეწონებათ შეგიძლიათ იმას დაუჯეროთ. ჩვენ ფაქტს ვამბობთ, აღნიშნავთ კიდევ ერთხელ, რომ ადამიანის შექმნა მის ნესტოებში ჩაბერვა, სიმბოლოა ამ ნესტოში ჩაბერვა, რა თქმა უნდა და ღმერთს რა თქმა უნდა ფილტვები არ აქვს ესე რომ სული ჩაბეროს, არამედ საფრთხო ენერგია შეეხო მას როგორც საფრთხო ენერგია, მიეცა მას ეს საფრთხო ენერგია და მიეცა მას უკვდავება. რომ ადამიანი არის იქცა ადამი ცოცხალ არსებად. განა იქამდე ცოცხალი არ იყო. ნახეთ რა წერია. კაცი არ იყო, მიწა რომ დაემუშავებინა. ანუ თუ ადამი იქამდე არსებობდა, მაგრამ როგორც ხოლო სისხლის მიერი სულით არსებობდა, მას არ ეცოდინებოდა მიწა როგორ უნდა დაემუშავებინა. იმიტომ რომ არც ერთმა ცხოველმა არ იცის მიწა როგორ დაამუშავოს, მოსავალი როგორ უნდა მოიყვანოს. ბუნებრივად იკვებებიან ისინი, რაც არსებობს იმით.
თორე მიწას რო ამუშავებდნენ და მე იმაში რა ქვია სასიმინდეები ქონდეთ და ყანას ტეხდნენ, ესეთი ცხოველები ჯერ არ დაბადებულან. ხო. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში. ესეც ხო საინტერესო, ესე იგი, ადამი შეიქმნა ცოცხალ არსებად იქმნა, მაგრამ ის 64-ში არ არის დაბადებული. იმიტომ რომ ახლა წერია რომ აგერ ბაღი გააშენა ედემში, ჯერ ადამი გახდა, იქცა ცოცხალ არსებად, ამის შემდგომ ბაღი გააშენა ედემში. აღმოსავლეთში და დასვა იქ ადამი რომელიც გამოსახა. რას ნიშნავს ეს სიტყვა აღმოსავლეთში? საიდან აღმოსავლეთში? ვისგან აღმოსავლეთში? სიტყვა აღმოსავლეთი ებრაულ ენაში აღნიშნავს უძველეს. და ეს სიტყვა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ეს ღმერთის ჩანაფიქრში რაც იყო, იმის განხორციელება. ანუ ღმერთმა რაც მაშინ მოიაზრა რომ ესეთი ბაღში უნდა ეცხოვრა ადამიანს, ამ შემთხვევაში ამის განხორციელებაა და ამიტომაც ეს აღმოსავლეთი ასე კი ითარგმნება ჩვენთან პირდაპირ გადმოითარგმნება როგორც აღმოსავლეთი, მაგრამ ეს ნიშნავს სიტყვა უძველეს, რომელიც ღმერთის პირობა იყო. ღმერთი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში. მაგრამ კიდევ ერთ რამეზე დამავიწყდა მე რომ თქვენი ყურადღება გამემახვილებინა. პირველ თავში ჩვენ როდესაც ვლაპარაკობდით, ნახეთ სულ წერია ღმერთმა შექმნა ცადა ქვეყანა, დაინახა ღმერთმა რომ კარგია, ღმერთმა მყარი გაყარა, ღმერთმა შეაგროვა ერთმანეთისგან. აქ შეხედეთ დასაწყისში წერია ღმერთმა მე-6 დღეს თავისი საქმე დაასრულა, მე-7 დღე წმინდა ხო და ნახეთ როგორ წერია გამოსახა უფალმა ღმერთმა სიტყვა შეიცვალა უფალმა ღმერთმა ადამი უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე რატო იცვლება ეს სიტყვები იმიტომ რომ ჩვენი ეს თარგმანი ფაქტიურად ზუსტად ვერ ასახავს იმ ებრაულ ენას როგორც იქ ეს გამოისახება ღმერთი სადაც შეგხვდებათ თქვენ შეგიძლიათ აწი დააკვირდეთ ბიბლიის კითხვის დროს. სადაც სიტყვა ღმერთი შეგხვდებათ, უნდა იგულისხმოთ ებრაული სიტყვა ელოჰიმ, რაც მრავლობითში ნიშნავს ღმერთებს. სიტყვა სიტყვით თარგმანით ნიშნავს მსაჯულებს. ანუ მართლმსაჯულებას განასახიერებს. სადაც სიტყვა უფალი შეგხვდებათ, ეს სიტყვა უფალი ნიშნავს ებრაულ სიტყვას იახვეს ეხლა დღეს იეღოველები რო იძახიან იეღოვას ნიშნავს შეცდომა ეს იეღოვას არ ნიშნავს იახვეს ნიშნავს რომელიც სამი სიტყვისგან შედგენილი არის მის შინაარსობრივად ფუძეებად რომ იშლება სამი სიტყვისგან არის რომელიც ნიშნავს მე ვიყავი მე ვარ და მე ვიქნები ანუ იახვე ითარგმნება პირდაპირ ეს შედგენილი სიტყვა ითარგმნება როგორც მოწყალე ამიტომაც მთელ ბიბლიაში დათვალეს ელოჰიმ არის გამოყენებული დაახლოებით 1500 ჯერ და იახვე გამოყენებულია დაახლოებით 7000 ჯერ. რას ნიშნავს ეს? რომ მოწყალება ბევრად აღემატება მართლმსაჯულებას. თუ მოწყალება არ აღემატება მართლმსაჯულებას, გადარჩენის შანსი საერთოდ არ რჩება ჩვენთვის. იმიტომ რომ არ არის ისეთი ადამიანი, რომელსაც შეეძლოს გადარჩენა ღმერთის მოწყალების გარეშე. მაგრამ არის რომ ხან უფალი გახსოვთ ეხლაც პარაკლისე როგორი გალობება ღმერთი უფალი და გამოგვიშთა ჩვენ რას ნიშნავს მოწყალე მსაჯული ანუ ამ სიტყვების თამაშს უკაცრავად ამ გამოთქმისთვის თქვენ თუ დააკვირდებით ყოველთვის ნახავთ ღმერთი როგორ მოქმედებს სამყარო შექმნის დროს როდესაც მყარი იქნება როდესაც 4 სტიქიონი იქნება როდესაც თქვა ბრძანება ხდება იქ რომ აღმოაცენოს მიწამ მცენარეები და წყალმა ყოველთვის ნახმარია სიტყვა ღმერთი მართლმსაჯულებაა სიტყვა ნახმარი, რაც ძალიან დიდ სიმკაცრესთან ასოცირდება მინდა გითხრათ. და მართლაც ასე მკაცრად იმართება ეს ამ კანონებით იმართება ყველაფერი დედამიწაზე. იმიტომ რომ თქვენ წარმოგიდგენიათ ზემ რომ დააგვიანოს ამოსვლა. რა მოხდება დედამიწაზე, როგორი კატასტროფა მოხდება, რომ დააგვიანოს 1 საათით თუნდაც ამოსვლა. ან რაღაცა სხვა ზღვამ რომელმაც იცის რომ მისი ნაპირი სად გადის რომ გადმოვიდეს და რომ გადმოსულა მართლა რომ დაუშვია ღმერთს ეს რა მოხდა რა თქვენ ხო კარგად გახსოვს ამიტომ იმართება ღმერთის ძალიან მკაცრი ბრძანებით მაგრამ ადამიანი რო იქნება ნახეთ გამოსახა უფალმა რატომ იმიტომ რომ მზე მთვარე ზღვა და ასე შემდგომ ისინი ნამდვილად ემორჩილებიან უფალს და ადამიანი არ ემორჩილება ამიტომ თუ აქაც სიტყვა ელოჰიმი იქნებოდა გამოყვანილი დაღუპული იყო ადამიანის საქმე
არაფერი არ უშველიდა მას, იმიტომ რომ დაარღვევდა კანონს და მოკვდებოდა იმ წუთში. მაგრამ სიტყვა იახვე გამოყვანილია იმიტომ, რომ მოწყალია ღმერთი ადამიანთან მიმართებაში. ჩვენ ესეთი სახელები კიდევ შევხვდება, თუმცა კი იქაც შეიძლება რაღაცა ღმერთი იყოს გამოყენებული, მაგრამ ან შეიძლება პირდაპირ იყოს გადმოთარგმნილი, აი ადონაი შეიძლება ესეთი შევხვდეს და ასე შემდგომ, როცა შევხვდება იმაზე მერე ცალკე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ შორს წაგვიყვანს, მაგრამ ჯერჯერობით ნახეთ სამყაროს შექმნაზე ღმერთი, ადამიანის შექმნაზე უფალი, ანუ ელოჰიმ და იახვე, აი ესეთი სიტყვები. ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში აღმოსავლეთში და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. ანუ ჯერ გამოსახა ადამი, მერე ბაღი გააშენა და მერე ხდება ადამის იქ დასმა. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი. ანუ ადამის ბაღის გაშენება ხდება ადამიანთან ერთად. ადამი თანამშემოქმედია ამ ყოველივეს. ადამი ამას ყველაფერს უყურებს და თანაშემოქმედი რატომ არის, იმასაც დაინახავთ ახლა. სანახავად საამო, საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობის. ნუ ეს ორი ხე, რომელიც აღმოაცენა ღმერთმა, სხვა ხეებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ მათი სახელები აქვთ უკვე მიცემული, რომ ეს არის ხე სიცოცხლისა, ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. ხე სიცოცხლისა მინდა გითხრათ, რომ მამები ამბობენ პირდაპირ ეს არის ჯვარი, რომელზედაც შემდგომში მაცხოვარი იქნა ჯვარცმული და გაკრული აი ამ ჯვარი და სხვათა შორის თუ ხართ იერუსალიმში ვინმე ნამყოფი, იქ არის ქართული უძველესი მონასტერი, ჯვრის მონასტერი და იქ ესე კედლის მხატვრობაში არის გამოსახული ამ ხის ისტორია, როგორ იყო სამოთხეში, მერე როგორ მოხდა გარეთ, მერე როგორ წავდნენ მას, როგორ აღმოცენდა, მერე როგორ მოჭრეს, მერე სადღაცას როგორ იდო, მერე როგორ იმისგან შექმნეს ჯვარი, რომელიც მაცხოვარს ედო ზურგზე და სწორედ ამას მიანიშნებს, რომ ხე სიცოცხლისა, რადგანაც სიცოცხლის მომნიჭებელი ჩვენთვის გახდა ის ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გაეკრა, აქედან გამომდინარე ამბობენ, რომ ეს იყო ხე სიცოცხლისა და ამ სიცოცხლით რაღაცა ენერგიებით ივსებოდა კვლავ ადამი და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. რას ნიშნავს ხე კეთილის, ბოროტისა და შეცნობისა? ჩვენ მეორე თავში, ალბათ უფრო მესამე თავში მოგვიწევს ადამის დაცემაზე, ადამიანის ცოდვით დაცემაზე, როცა გვექნება ლაპარაკი, ამაზე უფრო დაწვრილებით, მაშინ მოგვიწევს ლაპარაკი. თუმცა კი ეხლავე უნდა გავაკეთოთ განმარტება, რომ რატომ დაეცა ადამი ამ ხის ნაყოფი შეჭამა, მას აკრძალული არაფერი არ ქონდა, გარდა ამ ხის ნაყოფის ჭამისა. ღმერთმა უთხრა, რომ ყველა ხის ნაყოფი შეგიძლია ჭამო, გარდა ამ ხისა. და რა იყო ეს ხე? რო რა ადამმა ახლა ნუ 1000 ვერსია ჩნდება, ერთნი ამბობენ საერთოდ რომ ადამმა არ იცოდა რა იყო ბოროტება. სისულელია ეს დანოდაძმანო, არ დაიჯეროთ, იმიტომ რომ ახლა ადამიანი შეაშინო იმით, რაც მან არ იცის, ღმერთი ეუბნება ამ ხის ნაყოფს თუ შეჭამ მოკვდებიო. და ახლა იცით როგორი რაღაცა არის, რომ არ იცოდე რაღაცის შინაარსი და იმით რომ შეგაშინონ, აბსოლუტური სისულელეა. რაც არ ვიცი მე ხო იმისი არ მეშინია. ანუ ადამმა იცოდა რა იყო სიკვდილი. ადამმა იცოდა რა იყო სასჯელი, იცოდა რა იყო ბოროტება და იცოდა რა იყო სიკეთე. ოღონდ საიდან იცოდა? ღმერთისგან. ღმერთი უსაზღვრავდა მას და ეუბნებოდა, რომ ეს არის სიკეთე, ეს არის ბოროტება, იმიტომ რომ დაცემული ანგელოზი მაშინ უკვე არსებობდა. აქედან გამომდინარე, მისი ბოროტის საქმეები ღმერთისთვის რომ ბოროტი იყო, ადამიანისთვისაც ბოროტი იყო ეს საქმეები. და ყველა ის სიკეთე, რასაც ღმერთში უყურებდა ადამი, რა თქმა უნდა სიკეთე იყო მისთვისაც. ამიტომაც ამ ხის ნაყოფის ჭამა რა იყო იცით? მითვისება იმ საღვთო თვისებისა, საღვთო ბუნების ერთ-ერთი თვისებისა, რომ ადამიანს უნდოდა თვითონ განესაზღვრა რა იყო სიკეთე და რა იყო ბოროტება. მეტი არაფერი. ამიტომ დაცემის შედეგი სწორედ ეს არის. დაცემა 1000 ვერსიას მოისმენთ, იმანო ადამმა და ევამ ერთად იცხოვრეს და მაგიტომ ეს ცოდვა იყო. ცოდვა როგორ იყო? აღორძინდით, გამრავლდით და ავსეთ ქვეყანა უთხრა. ერთად არა ცხოვრებდა, მაშინ არ შეუყვანდა იმას და არაფერიც არ მოხდებოდა, ხომ? არა, ადამიანს და ევას ერთად ცხოვრების აკრძალვა არ ქონია. უბრალოდ გამრავლების სხვა საშუალება იქნებოდა მაშინ, რადგანაც ესეთი კანიც არ ქონდა ადამიანს წმინდა მამების აზრით. სინათლით იყვნენ ისინი გარშემორტყმული. ანუ გამრავლების რა სახეობა იქნებოდა? ეხლა რა სახეობაა ვიცით? უსჯულოებასა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვამე დედამან ჩემმან. ახლა ასეთია გამრავლების სახე. მაგრამ მაშინ როგორ იქნებოდა ეს ნამდვილად არ ვიცით. აქედან გამომდინარე,
ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ანუ ცოდვის ეს და ადამიანის შეცოდება გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რომ მან მიითვისა საღვთო ბუნების ერთ-ერთი თვისება რომ განესაზღვრა თვითონ მოინდომა განესაზღვრა რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება ეს გახლავთ დღევანდელი დღის ტრაგედიაც მინდა გითხრათ არის ფიქრობთ რომ მხოლოდ მაშინ აი ერთ ოჯახში ორი ძმა შეიძლება ნახო ერთ და იგივე საკითხზე ამბობდნენ ეს სიკეთეა და ეს ბოროტებაა ქვეყნები ასე არის მოწყობილი ადამიანები ასე არის მოწყობილი რომ ყველა თვითონ ცდილობს განსაზღვროს რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება ამერიკას ის მიაჩნია სიკეთეს რუსეთს ეს საქართველოს სხვა რამე, ინდოეთს სხვა რამე. ამიტომაც თქვენ თუ გაინტერესებთ, როგორ უნდა აღდგეს ეს პროცესი, უნდა გაიგო რა არის ღმერთისთვის რა არის სიკეთე და შენთვისაც ის უნდა გახდეს სიკეთე და მაშინ აღდგება ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობა. სრული ჰარმონიული ურთიერთობა მაშინ აღდგება, როგორც კი შენ კი არ გადაწყვეტ რა არის სიკეთე და ბოროტება, არამედ ღმერთი რასაც გადაწყვეტს, იმას ეთანხმები. ხვდებით ხომ რაზეც არის ლაპარაკი? ზოგადად ურჩობის ნაყოფი იყო ეს ყველაფერი რაც მოხდა. ურჩობა, მამო, უკვე ურჩობა და ეს უკვე აქედან გამოვლენილია ყველაფერი. კი, ნუ მამები ამბობენ რომ ნაყროვანების, იმიტომ რომ იქ ხეზე წერია რომ შვენიერი იყო სანახავად, ანუ რაღაცა ხიბლის მომენტიც იყო. ყველაფერი ეს აქედან თავარი უმთავრესი პრობლემა არის. ანუ რაღაცა ძირის ძირობამდე ჩავდივართ ეხლა ჩვენ აქ ამაზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ეს ძირი თუ არ იცი, სხვა დანარჩენი რა თქმა უნდა ვინე ამპარტავნებაც არის, იმიტომ რომ როგორ ეხლა ღმერთი გეუნება არ ჭამაო და შენ მე უნდა შევჭამო, შენ რა იცი? აი, ნახეთ, ყველაფერი ერთად შეიძლება ითქვას, მაგრამ რა არის ძირითადი მიზეზი, რაზეც არის დააყრდნობილი ეს შეცდომა, რომ მან მიითვისა საღვთო ბუნების ესისა, რა რომ ჯერ შენ არ იცი არ შეგიძლია განსაზღვრო რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. რამდენჯერ აღმოჩენილა თვითონ ჩვენგანი ამ რაღაცა სიტუაციაში, როცა არ იცი როგორ მოიქცე. რატო არ იცი? იმიტომ რომ ღმერთთან შეთანხმებული არ ახარ და ადამი ყველაფერს ღმერთს უთანხმებდა. ნახე აქ წერი ეს ხეები რო იზრდებიან, ყველას ადამის სახელებს არქმევს. ცხოველებს ყველაფერს სახელებს არქმევს. რატომ იცი თანაშემოქმედია ღმერთსა და თან ამ სიკეთეშია თანაშემოქმედი. რაღაცა კარგი მშვენიერი ლამაზი იზრდება და ადამიანის გონიერება ნახე რომ ამბობენ რომ არ იცოდა რა იყო ბოროტება. ის იცოდა რომელ ხეზე რა სახელი დაერქმია და რომელ ცხოველზე რა სახელი და ის არ იცოდა ბოროტება რა იყო, რა სისულელია. მიითვისა უბრალოდ ეს თვისება რომ ღმერთს უთხრა რომ მე შენ აღარ მჭირდები მე თვითონ გავსაზღვრავ რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. აი ეს არის ჩვენი დღევანდელი საზოგადოების პრობლემა. ადამიანის დაცემა მაშინ კი არ დაწყებულა და დამთავრებულა. საზოგადოება აგრძელებს ასეთ ცხოვრებას და თუ კი გაინტერესებს რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება, ღვთის ღმერთის შეხედულებით. აი წიგნი რომელსაც ვკითხულობ, აქ წერია მაგ. სხვაგან არსებობს. კარგით, გავაგზავნოთ. მდინარე მოედინება ედემის ბაღის მოსარწყავად. მერე იტოტება და იქმნება 4 ნაკადი. ნუ აღწერა არის ედემის ბაღის. ჩვენ რამდენი ხანია რაც დავიწყეთ, როგორ ავართ დროში. ერთი სახელია ფიშონი, იგი გარსულის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა, კარგია ამ ქვეყნის ოქრო, იქ არის ანთრაკის და ზურმუხტის ქვაც. ნახეთ, თუ ოქრო იყო და ანთრაკიც იყო და ზურმუხტის ქვაც თუ იყო, კაცი მიწისგან რატო შეიქმნა, წითელი მიწისგან? რომ არ დაავიწყდეს, რომ მტვერისგანაა შექმნილი. კონკრეტულად მიწისგან კი არ შეიქმნა, მიწის მტვერისგან შეიქმნა. და როგორ მიწის მტვერისგან იქნა მოზელილი. და მართლაც ასე არის. რითი იზილება ახლა მიწის მტვერი რომ მოზილო, წყალი უნდა გაურიო. ხო, ადამიანის სხეული მართლაც ასე 70% ამბობენ წყალია, დანარჩენი ყველაფერი მიწაა. და ამის დასტური რა არის, იცით? მიწაში რომ დებენ, სრულად იხრწნება, სრულად მიწას უერთდება, სრულად მიწად იქცევა. რას ნიშნავს იცით? სხვა რაღაცა რო ჩადო მიწაში, პლასმასი რო ჩადო მიწაში, როგორ ჩადება 100 წლის მერე ისეთ გამოიღება. მიწად არ იქცევა არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ადამიანი მიწად იქცევა. ცხოველი მიწად იქცევა, იმის რომ მიწისგან არის. ამიტომ რომ არ დავიწყებოდა ადამიანს ეს მომავალი მისი ეს მდგომარეობა და თავაწეულს არევლო ზევით რომ ოქროსგან და ანთრაკისგან ვარ შექმნილიო, ამისგან მიწის ტურისგან არის შექმნილი. მეორე მდინარის სახელია გიხონი, იგი გარსულის მთელ ქუშის ქვეყანას. მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი, იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი.
ნუ შუამდინარეთის ქვეყანაზე ასე მიგვანიშნებენ მამები, რომ ამათზეა ლაპარაკი. ამდინარეთის სახელების გაშიფრვა არის, მაგრამ არის, როგორ არ არის, მაგრამ მე მართალი გითხრა ამათი თარგმანები ახლა არ მახსოვს. თორე სულ ყველა აბსოლუტურად რა სახელსაც დავასახელებ აქ. იცოდეთ რომ ებრაულად სულ ყველა რაღაცას ნიშნავს. მე რა თქმა უნდა ებრაული ენა ასე კარგად არ ვიცი, მაგრამ რაც მახსენდება, რაც მისწავლია და წამიკითხავს და მახსენდება, ყველაფერს გეუბნებით და რაც არ რა სახელსაც არ ვიტყვი ებრაულს, იცოდეთ რომ ყველას აქვს თავისი მნიშვნელობა. ყველა არაფერი არ არის. ადამი წითელ მიწას ნიშნავს მაგალითად როგორც გითხარით რა. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. აი ახლა გეკითხებით რაში სჭირდება უფლის მიერ აშენებულ ედემის ბაღს დამუშავება და დაცვა. ეს არის სწორედ რომ პირველ რიგში ეს ადამიანის გაზრდისთვის ხდება, რომ ადამი უნდა გაიზარდოს, ადამი უნდა სულიერად წარემატოს, იმიტომ რომ მე გითხარით რომ ხატად მსგავსად შექმნა, მერე წერია რომ ხატად შექმნა მეორე სიტყვა, მეორე მუხლში, აი პირველი თავის რომელი მუხლები ესენი თქვა ღმერთმა გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად, ხო? ეს არის 26-ე მუხლი. 27-ში ნახეთ რა წერია პირველ თავში. შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად შექმნა იგი, მსგავსება აღარ წერია. ეს იმას ნიშნავს რომ ხო, ეს ამაზე ხო, ეს კი ეს ცალკე გასახსნელი მე სხვა რამეს ვამბობ, ეხლა რომ ჯერ ამბობს რომ ხატად ამსგავსად შექმნა და მეორე მუხლში ამბობს რომ მარტო ხატად ერთი სიტყვა გამოიყენება. რატომ? იმიტომ რომ ხატება მოცემულობაა და მსგავსება უნდა მიაღწიო. ანუ მსგავსება პოტენციალში გაქვს. მსგავსება სრულყოფილება ხატება სრულად გაქვს, აბსოლუტურად სრულად გაქვს მოცემული და მსგავსებაში უნდა მიაღწიო. ამიტომაც ეს მსგავსებას რომ მიაღწიოს და გახდეს ისეთივე კეთილი როგორიც ღმერთია, ამისთვის მას ესაჭიროება რაღაცა მორჩილება ღმერთისა, თუნდაც იმაში რომ დაუჯეროს ღმერთს რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. და ამისთვის მან უნდა დაამუშავოს. ეს დამუშავება არ იფიქროთ რომ რაღაცა მძიმე სამუშაოა, დღეს ადამიანი რაღაცას რო ამუშავებს, ეს მისთვის ძალიან დიდ სიმძიმესთან არის დაკავშირებული. ბუნებრივია, იმიტომ რომ იქ თოხნი ბარავ თუ რაღაცა უფლი გასხდება და წვალობ და იღლები და აღარ შეგიძლია და 1000 რამ შეიძლება მოიმიზეზო, მერე რომ ოღონდაც არ იმუშაო მიწასთან, იმიტომ რომ ძიმია ეს ყველაფერი. მერე კიდე შედეგს მიიღებ ან არ მიიღებ. აქ ეს დამუშავება თან სასიამოვნო პროცესი იყო, მაგრამ ეს მისი დამუშავება და დაცვა გახლავთ საგანმანათლებლო პროცესი შეიძლება ესე ითქვას ადამიანისთვის რა. ამიტომ რომ ის სახელებს არქმევს ამ ყველაფერს, ანუ მის შინაარს წდება. აი თხა რომ თხა არის ამას წდება. ამაზეა ლაპარაკი. კი. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი და უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. ხოლო კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ მოკვდებიო. ანუ აი ეუბნება პირდაპირ, შეჭამ მოკვდები. ანუ იცის მან სიკვდილი რაც არის. აქ კიდევ ერთი რამ გამახსენდა წმინდა მამები რას ამბობენ, იცით რომ ეს ედემი და 64 სინამდვილეში ადამიანისთვის იყო ის სული, რომელიც ის ენერგია, რომელიც ღმერთმა მას მისცა და მისი დამუშავება და დაცვაზეა ლაპარაკი. აქ არ იყო მარტო იმ გარე ბაღზე ლაპარაკი, რომელიც თქვათ უნდა დაეცვა, არამედ ეს საფრთხო ენერგია, რომელიც მას მიეცა, ეს უნდა დაემუშავებინა და დაეცვა. დაემუშავებინა როგორ? რომ მაქსიმალურ მსგავსებაში წასულიყო ღმერთთან და დაეცვა იმ როგორ? რომ არ დაეკარგა, რომ არ გასულიყო მისგან. ამიტომაც კიდევ ერთი შედარება, რასაც წმინდა მამები ამბობენ და პავლე მოციქული წერს უშუალოდ თავის ეპისტოლეში, როდესაც აქ სულზე არის ლაპარაკი, რომ იქცა ადამი ცოცხალ არსებად, მას აქვს ადამიანს, ყველა ადამიანს აქვს ესე იგი ღმერთისგან მოცემული ეს უქმნელი ენერგია, მაგრამ ამავე დროს აქვს მას სიცოცხლის სული, რომელიც სისხლშია, რაზეც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, სისხლშია და ეს სისხლი ამ გენეტიკას მის ამ ბუნებას, ადამიანურ ბუნებას თქვათ გამოსახავს, ამიტომაც ადამიანი არის რაღაცა ესე ხანდახან გაორებული. საფრთხო ბუნება მას აბსოლუტურად ეს ენერგია საფრთხო რამეს კარნახობს და სხვა რამეზე ეუბნება, ეს კიდე სხვა რამისკენ. ეს ცხოველურისკენ არის მიდრეკილი და ის ღმერთის საფრთხო ბუნებისკენ, სიწმინდისკენ არის მიდრეკილი და ამიტომაც ამბობს პავლე, რომ ხანდახან რასაც არ მინდა, იმას ვაკეთებ და რა საწოდავი ვარო. იმიტომ რომ საფრთხო ბუნება კარნახობს შენ გამუდმებულად ადამიანის ლაპარაკი ღმერთთან მინდა გითხრათ, რომ არასდროს არ წყდება. იმიტომ რომ შენ არ არსებობს სინდისის ხმა რო არ გელაპარაკია, ესეთი ადამიანი არ დაბადებულა, რომელსაც სინდისი არ ამხილებს. ამიტომაც გამუდმებული საუბარი
ღმერთთან აქვს ადამიანს ყოველთვის რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს და ძალიან საინტერესო ათეისტებსაც კი გამოდიან და ამბობენ არ არსებობს ღმერთი ბიჭო თუ არ არსებობს რატო ლაპარაკობ მასზე აი რაღაცა რაც არ არსებობს ეხლა მე იმაზე ვლაპარაკობ აი რომ მითხრას ეხლა ვიღაცამ რომ სამთავიანი ისა რა ქვია კაცი არის სადღაცას და მე არ მჯერა ამისი ამიტომ არ დავიწყებ ამაზე ლაპარაკ არის სამთავიანი არ არსებობს სამთავიანი კაცი არ არსებობს რატო უნდა ვილაპარაკო რაც ისედაც რაშიც დარწმუნებული ვარ რომ არ არსებობს რატო უნდა ვილაპარაკო ამ თემაზე ხო მართალია და როდესაც ადამიანი ამას ამტკიცებს რომ არ არსებობს ღმერთი ხანდახან პირიქით ამას კი არა საპირისპიროს ამტკიცებს თავის თავს უმტკიცებს ამას იმიტომ რომ შინაგანად სხვა განცდა აქვს და თავის თავს უმტკიცებს მაგრამ უბრალოდ ხმამაღლა შენთან გამოსდის ესე ლაპარაკი მეტი არაფერი ხო ეხლა ძალიან საინტერესო მუხლი იწყება თქვა უფალმა ღმერთმა არ ვარგა ადამიანის მარტო ყოფნა გაუჩენ შემწეს მის შესაფერს არ ვარგა კაცის მარტო ყოფნა რა რომ იცოდეთ გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი ცის ყველა ფრინველი და მიგვარ ადამიანს რომ ენახა რას დაარქმევდა რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი მისი სახელიც ის იქნებოდა დაარქვა ადამიანმა სახელი ყველა პირუტყვს ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს მაგრამ ადამიანს არ გამოუჩნდა შემწე მისი შესაფერი ანუ არ არის ადამიანის მსგავსი არაფერი ყველაფერი ყველანაირი ცხოველს მან დაარქვა სახელი მაგრამ მისი მსგავსი არ არის იმიტომ რომ საღვთო ენერგიასთან შეხებაში ყველა არის თუმცა კი აი ამ სისხლისმიერი გენეტიკით იმართებიან და არ არიან აი ამ საღვთო ენერგიის ფლობელები რაც ადამიანს გააჩნია ამ შემთხვევაში ეს სინათლე რომელიც სინათლის სხივითაც ის არის შემოსილი უფალმა ღმერთმა ძილქუში მოგვარა ადამიანს და რა დაეძინა გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო ნეკნისაგან ადამიანს რომ გამოუღო დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამიანს მიუყვანა და თქვა ადამიანმა ეს რომ წაიკითხოთ ებრაულად არის ლექსი ამიტომ კაცები ქალებს ლექსებს რო უწერენ თქვენ ნუ გაგიკვირდებათ ეს აი ადამიანის დროინდანასია ლექსია რითმა არის ჩვეულებრივად ირითმება ნახეთ რას ამბობს ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი ხორცია ჩემი ხორცთაგანი დედაკაცი ერქვას მას რა კი კაცისგან არის გამოღებული ეს შეიძლება ითქვას რომ პირველი ესე იგი სასიყვარულო პოეზიიდან გახლავთ პირველი ლექსი რომელიც ბიბლიის მეორე თავშია დაწერილი როდესაც ადამიანმა ევა დაინახა მაგრამ რატო გაუჩნდა მას ესეთი განცდა პირდაპირ ამბობს ნახეთ ძვალია ძვალთა ჩემთაგანი ხორცია ხორცთა ჩემთაგანი აბსოლუტური განცდა აქვს რომ ის არის მეორე ნახევარი მისი ეს რაღაცა ცალკე მდგომი ადამიანი კი არა რომელსაც ესე უყურებ ახლა მე აქეთ ვზივარ ის იქეთ ზის და ცალკე არა იგივე რომ არის ამას ხდება აი ეს შეგრძნება აქვს ადამიანს ამ ერთობის განცდა აქვს ამიტომაც ამ ნეკნს ყოველთვის ეძებს მამაკაცი თავისთვის და დედაკაცი თავისთვის და ხანდახან არ ელოდებიან ხოლმე ამბობენ რომ ქორწინება ზეცაში წყდებაო და როდესაც არ ელოდებიან ადამიანები ამ ზეცაში გადაწყვეტილ ქორწინებას და ერთმანეთს მხოლოდ გარეგნობით აფასებენ მერე იტანჯებიან მთელი ცხოვრება მაგრამ როდესაც მართლა ზეცაში წყდება და როდესაც იპოვიან ერთმანეთს და ერთმანეთს ავსებენ აი ესეთი განცდა აქვს სულ რომ ეს არის ძვალი ძვალთა ჩემთაგანი და ეს არის ხორცი ხორცთა ჩემთაგანი და გამოდმებით ასე იმყოფებიან იმიტომ რომ ჩვენ ეს სასიყვარულო ჰიმნმა ახლა რომელიც წავიკითხეთ და რომელმე ძალიან მოგხიბლა მესამე თავში წავიკითხავთ რომ ადამი ცოტვით დაეცემა თუ არა იტყვის რომ ეს ქალიო შე რომ მომიყვანე ამის ბრალია ყველაფერი აქამდე ამბობდა რომ ეს მე ვარო და ახლა ამბობს ეს ის ვიღაცა ქალი რომ მომიყვანეო აქო და მისვიო მაგის ბრალია ყველაფერი ამიტომაც უნდა იცოდეთ რომ წეგან ვამბობდით რაღაცა სიკეთის და ბოროტების გარჩევაზე როცა იყო ლაპარაკი რომ მიითვისა ეს ადამიანმა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ საფრთხონება როგორ ვლინდება რა არის აი ეს არის საფრთხონება ადამიანის მარტოობა არ არის შეწყნარებული ანუ არ ვარგა ადამიანის მარტო ყოფნა ეს ზოგადად ადამიანს ეხება არ შეიძლება ადამიანის მარტო ყოფნა იმიტომ რომ მას სჭირდება რაღაცა შემწე თავისი შესაფერი არ შეიძლება სხვანაირად და მეორე პირველი კურთხევა პირველ თავში რაც ჩვენ წავიკითხეთ აღორძინდით გამრავლდეთ აავსეთ ქვეყანა ეს პირველი მცნება იყო მეორე მცნება რომელი იყო არ ჭამოთ ამხის ნაყოფი ანუ რაღაცა მცნებები უკვე მიცემული აქვს ერთი რომ უნდა აღორძინდნენ გამრავლდნენ უნდა აავსონ ქვეყანა
მეორე რომ არ უნდა შეეხონ, ანუ სულ აქვს ჯერჯერობით ორი მცნება. მეტი არა. რომელსაც დაარღვევენ და ჩვენ ამას შემდგომში წავიკითხავთ, მაგრამ ჯერ დავასრულოთ ეს თავი. ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედმამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ. ანუ ზოგადად ეს ფრაზები არის იურისტების ლოცვებში მოყვანილი ყველა. კი, აუცილებლად, მამო. ნახეთ ამ სიტყვებზე 24 მუხლეს, ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედმამას და მიეწებება თავის დედაკაცს და ერთხორცად იქცნენ, ამბობენ რომ ეს უკვე მოსემ თვითონ ჩაამატაო, ესო საფრთხოკარნახით კი არ ყოფილა, იმიტომ რომ ადამს დედმამა არ ყავდა. ეს უკვე მოსეჩ, მაგრამ მოსეჩ ჩამატებულია თუ ადამის ნათქვამია, ყოველ შემთხვევაში მართლა ასია, რეალობა. შიშველი იყვნენ ორივე ადამი და მისი დედაკაცი და არ წვენოდათ. ასე მთავრდება მეორე თავი და გითხარით რატომაც, იმიტომ რომ ისინი სინათლით იყვნენ შემოსილი, არა ამ კანით, რომელსაც ჩვენ მესამე თავში წავიკითხავთ ამ კანის შესახებ ვილაპარაკებთ, რატომ მიეცათ და როგორ მიეცა ადამიანს, წოდით და ცემის შედეგად. არამედ სინათლით იყვნენ შემოსილი და თავისნაირი იპოვა ადამმა. ესე იგი, ამხელა ცხოველთა სამყაროში, ამხელა მცენარეთა სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჰქონდა, ცუდად იყო, იმიტომ რომ თავისნაირი არ ყავდა. ამიტომაც არ ვარგა ადამიანის მარტოდ ყოფნა. ეხლა თუ ვიღაცა შემეკითხება მაშინ ბერმონაზნობას რა უყო და იქ ვიღაცა განდეგილი ცხოვრებას როგორ უნდა შევხედოთ და აღორძინდით გამრავლდით მაგაზე როგორ ვრცელდება, გეტყვით როგორ ვრცელდება. მღვდელი, რომელიც თქვათ ბერად არის აღკვეცილი, ის იწინდება თავის მრევლზე. მას რას ეძახიან? მამას თავის სამრევლოში. რა თქმა უნდა ეძახიან მამას, ასე რომ ის უნდა აღორძინდეს და გამრავლდეს და აავსოს ქვეყანა ამ შვილებით. ესეთი შვილები უნდა ამრავლოს, სულიერი შვილები უნდა ამრავლოს. იგივე ეხება მონაზონსაც, იგივე ეხება ბერსაც, აგერ მამა ნიკოლოზი გვიზის და მამა ნიკოლოზ რა ეს აღთქმა დარღვეული კი არა აქვს. იმიტომ რომ ბერია უნდა ამრავლოს მან თავისი ლოცვით სულიერი შვილები და უნდა ასაზრდოს თავისი ლოცვით მან სულიერი შვილები. ამიტომაც ბერები არ არღვევენ ამ კანონს, მაგრამ ეს ყველასთვის არ არის მოცემული. სახარებაში პირდაპირ წერია. ვიღაცა არის, რომელსაც ესე შეუძლია, ვიღაცას არ შეუძლია ეს მარტოობა, ამიტომ პავლე წერს პირდაპირ. აუცილებლად უნდა იქორწინოს კაცმა, რომელსაც არ შეუძლია მარტო წოდა, რომ არ განხურდესო, ანუ არ დაეცეს წოდვით და არის იძვოს და რაღაცა უბედურება არ დაითიოს რაღაცა თავზე მძიმე შეწოდების გამო. ამიტომაც ეს სასიყვარულო ჰიმნი, რომელიც აქ ადამიანმა თქვა, ასე რომ მამაკაცებს შეგახსენებთ, რომ აივნის ქვეშიდან უმღეროდით თქვენს ცოლებს, ნუ და გავიწყდებათ მე რო გაივლის წლები და ცოტა რო დაუჭკნებათ სახეები, ეს ის ქალები არიან, რომლებსაც ღამეებს უთენებდით ხოლმე ფიალებით ხელში დაბლა და დითირამბებს, სერენადებს უმღეროდით, ეს ისევე ის ქალები არიან, რომლებსაც მე შვილები გაგიჩინეს და ასე შემდგომ და გაითვალისწინეთ ეს ამბავი. რომ სიბერე შეიძლება აღარ იყოს სასიამოვნო რაღაცა გარეგნული შეხედულებით, მაგრამ ის მოგონებამ, იმ სიყვარულმა უნდა გასულდგმულოს, რომელიცაც როცა დაინახე, ასე ადამიანით აღმაფრენა დაგემართა და ასე იყო შენი მდგომარეობა. კარგით, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ახლა მეორე თავი წავიკითხეთ, აქ უფრო დაწვრილებით იყო აღწერილი ედემის ბაღის შექმნა, ადამიანის შექმნა, მისი სულის, რა არის ეს სული, რომ ეს საფრთხო ენერგია კიდევ ერთხელ დავკონკრეტეთ ამასთან დაკავშირებით, საფრთხო ენერგია, რომ ერთი აქვს მას სისხლისმიერი სული, მაგრამ აი სულს რო ვახსენებ, შეიძლება ცოტა გეხამუშებოდეთ ხურთან, იმიტომ რომ სისხლისმიერი სული რა არის, გენეტიკა როგორც გითხარი. სხვათა შორის, ამიტომაც არის სისხლის ჭამა აკრძალული, ეს რო იცოდეთ. წმინდა წერილის მიხედვით, ყველანაირი სისხლიანი ხორცის ჭამა აკრძალულია. არ შეიძლება რომ სისხლი ჭამოს. ქრისტიანობაშიც არის ეს აკრძალვა, არ იფიქროთ, რომ ძველი აღთქმის კანონი იყოს. ახალ აღთქმაში ჩვენ ვკითხულობთ პირდაპირ მოციქულთა კრება რომ შეიკრიბა, იქ რამდენიმე კანონი მიიღეს, რომ ადამიანმა არ შეიძლება ისიძვოს, არ შეიძლება ჭამოს სისხლიანი ხორცი და ნაკერპავი. რატომ? იმიტომ რომ მიიჩნევდნენ ძველთაგანვე რომ მასში არის ეს სული და არ შეიძლება რომ ეს სული შენში გადმოდიოდეს. ნუ ცხოველური სული, რომელიც ესე ანუ ის გენეტიკა რითიც იმართება ამ ცხოველის ცხოვრება, რომ რაღაცაზე არის მიჯაჭვული და ამიტომაც ადამიანს უფრო აღმატებული მდგომარეობა აქვს, მას რაღაცა საფრთხო ენერგიას არის შეხებული, ეს არის მისთვის ეს სულის, ეს უქმნელი ენერგია, რომელიც მას შეეხო, ამიტომაც უნდა ეს ედემის ბაღში დასამუშავებლად და დასაცავად რომ წერია, უნდა დაამუშავოს მან თავის თავში უნდა დაამუშავოს ეს მოცემულობა,
რაც მას მიეცა, ეს პოტენციალი რაც აქვს მას, მსგავსების პოტენციალი და დაიცვას, რა თქმა უნდა დაიცვას, რომ არ დაკარგოს. კარგი, დავამთავროთ დღევანდელ დღეს თუ შეკითხვები გაქვთ, რაიმე გიპასუხებთ თუ არა და მომავალ შეხვედრაზე ვილაპარაკოთ. ეს პირველ თავში ჩვენ დაწვრილებით ამაზე ვილაპარაკეთ და კვლავ გავიმეოროთ? შეიძლება ვინი კითხა ესა? ეს პირველ თავს დაუბრუნდი მე და იმიტომ. ჩვენს ხატად და ის ეხლა მოგახსენებ, მაგას თუმცა კი ვილაპარაკე, მაგრამ შევეცდები რომ მოკლედ გითხრა. ნახეთ, აქაც ბიბლიის ტექსტი რომ წაიყვე, ებრაული ენა რომ იცოდეს მეთქი, კაცმა მე გითხარით გასულ შეხვედრაზე. ებრაული ენა რომ იცოდეს, ის ბიბლიას კი ვერ წაიკითხავს. ბიბლიის კითხვა სჭირდება თავისი მცოდნე კიდევ, იმიტომ რომ აი პირველივე წინადადებას რო წაიკითხავ ებრაულ ენაზე, ვერაფერს ვერ გაიგებ საერთოდ. და დაგიწერეთ კიდეც, მე მგონი. ხო, ბერეშით ბარა ელოჰიმ, ესე წერია, ხო? იცით როგორი აბსურდი გამოდის? დასაბამად შექმნა, მხოლობიჩი წერია, ღმერთებმა ცასთან და ქვეყანასთან. აი ესეთი წინადადება გამოდის. ეხლა წარმოვიდგინე ქართულში რომ ეს სიტყვა სიტყვით გეტარგმნა, აბსოლუტურად აბსურდი გამოდიოდა, რა შექმნა, რა ცასთან და ქვეყანასთან. მაგრამ თითოეულ სიტყვას თავისი განსაზღვრება. მრავლობითში იმიტომ წერია, რომ აქაც უკვე მინიშნებულია ყოვლადწმიდა სამების შესახებ. და აქ ყოვლადწმიდა სამების თათბირია პირდაპირ. თქვა ღმერთმა, გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსებად. ანუ სამპიროვანი ღმერთი ამბობს, რომ ჩვენს ხატად და ჩვენს ნახეთ როგორია, თუ ეს სამპიროვანი ღმერთი სხვადასხვაა ბუნებით, მაშინ როგორ შეიძლება ერთი კაცის გაჩენას აპირებენ, რომ სამივეს გავდეს ის ბუნებით. ეს ხომ შეუძლებელია, რომ სამივეს ბუნებას ითავისებდეს. ამიტომაც, ნახეთ რაზე ერთი ბუნების მქონე სამპიროვანი ღმერთი ერთმანეთში თათბირია, რომ გავაჩინოთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენ და, იმიტომ რომ ბუნება ერთი აქვთ მათ. თუ მამისეული ბუნების ხატად გაჩნდება, ძისეული ბუნებაც იგივეა და სულიწმიდისეული ბუნებაც იგივეა, თუ ძისეული ბუნების მსგავსად გაჩნდება, იგივეა, მაგრამ რატომ წერია აქ? იმიტომ რომ მინიშნება ყოვლადწმინდა სამების შესახებ, რომ თქვა ღმერთმა, გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევს, საშიფრს და ასე შემდეგ. და მე ისევ წერია მხოლობიჩი, შექმნა ღმერთმა. თუმცა კი აქ იწერია აქ, რომ შექმნა ღმერთმა. თორე ებრაულიდან პირდაპირ რო გეთარგმნა, რიცი რა ეწერებოდა? შექმნეს ღმერთებმა, საჯულებმა, კონკრეტულად ესე იქნება. კაცი თავის ხატად შექმნეს იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნეს ისინი, რომელიც საერთოდ ვეღარ გაიგებ ვერაფერს მე რანაირად შექმნეს მამაკაცად, იმიტომ რომ მეორე თავში წერია უკვე დაწვრილებით ეს ყველაფერი. ამიტომაც ბიბლიის კითხვა არის ერთი რომ კითხულობ ტექსტს, მაგრამ აუცილებელი საწოდნელია როგორ უნდა იკითხო. მე თქვენ ერთი მინიშნება დღეს მოგეცით. სადაც შეგხვდებათ ღმერთი, რა კონტექსტია უნდა იცოდეთ, სადაც შეგხვდებათ უფალი, რა კონტექსტია უნდა იცოდეთ. ასევე უნდა იცოდეთ თუ კი სახელით მიმართავს და ღმერთი ადამიანს აქებს მას, თუ კი ასაკს ასახელებს მისას აქებს მას, თუ ორჯერ იმეორებს მის სახელს, ეს არის ძალიან მაგალითად აბრაამ უთხრა ღმერთმა. რატო ერთ ნათქვამს ვერ გაიგონებდა აბრაამს? არა, ეს ბიბლიური ტექსტის გაგებაა ასეთი, რომ ღმერთი აღმატებულ ხარისხში იხსენიებს აბრაამს. ამიტომაც ესეთი ნიუანსები ახლა თან ახლავს ბიბლიური ტექსტის გაგებას და რა თქმა უნდა მეც არ ვიცი ყველაფერი, როგორ შეიძლება ყველაფერი ვიცოდე. პირდაპირ ებრაული ენა არ ვიცი და როგორ შეიძლება ყველაფერი ვიცოდე, მაგრამ რაც ვიცი და რაც წამიკითხავს და ხა ცოტა რაღაცა ჩემი მოგლეჭკოი და მამების დახმარებით უпростоრად მართალი გითხრა და რაღაცა რაც ვიცი არ დავიშურებ არავის არასდროს ყოველთვის გეტყვით ამას, მოკლედ ესე იქნება. თუ ვიქენით. არა, ვინ თქო რომ ვერ ხედავს? არა, ის სხვა თვალზეა ლაპარაკი, მაგრამ იქ სხვა თვალზეა ლაპარაკი და იქ შემდეგ თავში გვექნება მაგაზე ლაპარაკი, რომ რა თვალი აეხილათ მაშინ თორე როგორ ვერ ხედავს, აბა მაშინ სახელებს არ ქმევდა ცხოველებს და იმებს და რომ აეხილათ თვალები, რაზე აეხილათ, იცი, მიხვდნენ რაც დააშავეს. ანუ რაღაცას ადამიანი სანამ დააშავებს, ხო იცი, მონდომებული აეხლა იმას გავაკეთებ და
შეცდომა ვიღაცა რომ აფრთხილებს, რომ აქეთ არ გადახვიდე, თორე ფეხი დაგეცურდება, მე ხა მთაში მივლია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთაში როდესაც დადიხარ, გამოცდილ ადამიანთან ერთად უნდა იარო. არ შეიძლება სხვანაირად, ესე დაადო კაცმა და პირველად მიდიოდე და მარტომ წახვიდე მთაში, არაფრით არ შეიძლება. ამიტომ იმ გამოცდილ ადამიანს უნდა დაემორჩილო. მე რომ არ ვიცოდი ეს, რაღაცა ესეთი ნაშალი ქვები იყო და სურათის გადასაღებად გადავხდი თუ რაღაცაზე რა. რო დაცურდა ეს ქვები. ნუ აი მოასტრეს ჩემთვის ხელისტაცება ესე, თორე აუცილებლად მომიყოლებდა. კაცო ის მეუბნება რომ ამ ვიწრო ბილიქში რო დავდივარ, გიჟი კი არა ვარ, იმიტომ რომ ამაზე უნდა იარო ესე, უნდა გაყო ესე, რატო გიყვები? რომ გეუბნება ვიღაცა და სანამ არ დარწმუნდები. თვალი ამეხილა, მე ეს ქვის ზვავი რო დავინახე, რომ მოდიოდა, იქ რო იმაში რომ მოყოლილიყავი რა მოხდებოდა და მასე აეხილა იმ ადამიანსაც თვალი რო რა დააშავა, მე მიხვდა, გააცნობიერა ზუსტად. ასე რომ ეს ამ თვალის სახელაზეა ლაპარაკი. დავამთავროთ? მადლობა ყურადღებისთვის.